ბოცვერის აცრა აუცილებელია, რადგან იცავს ორ ყველაზე საშიშ ვირუსს, მიქსომატოსსა და ვირუსულ ჰემორაგიულ დაავადებას, RHD. ეს ინფექციები სწრაფად ვრცელდება და ხშირ შემთხვევაში ფატალურია, ამიტომ პრევენცია უმნიშვნელოვანესია. პირველი აცრა კესდება 6-8 კვირის ასაკში, ან როცა ბოცვერი 500-600 გრამს მიაღწევს. საქართველოში, როგორც ევროპაში, ძირითადად გამოიყენება კომბინირებული ვაქცინა, რომელიც ერთდროულად ორივე დაავადებისგან იცავს. რევაქცინაცია ტარდება პირველ აცრიდან 4 კვირის შემდეგ, ხოლო შემდგომში ყოველ 6 თვეში ერთხელ. საუკეთესო პერიოდებია გაზაფხული, აპრილი-მაისი და შემოდგომა, სექტემბერი-ოქტომბერი. იმ რეგიონებში, სადაც დაავადების გავრცელების რისკი მაღალია, აცრა შეიძლება ყოველ 4 თვეში განმაორდეს. ვაქცინაციამდე ბოცვერი უნდა იყოს სრულიად ჯამთელი და პარაზიტებისგან დამუშავებული. ორსულ ბოცვერზე აცრა დასაშვებია, თუმცა სასურველია წინასწარი კონსულტაცია ვეტერინართან. ვაქცინაციის შემდეგ მცირე დაღლილობა ან მადის დროებითი დაკარგვა ნორმალურია. არასდროს აცრა ავამდგოფი ან დასუსტებული ცხოველი. ვაქცინაცია მარტივი ნაბიჯია, რომელიც იცავს ფერმას დიდი დანაკარგებისგან და უზრუნველყოფს ბოცვრის ჯამთელობასა და სტაბილურ პროდუქტიულობას.